გადაცემაში. ხო, გადაცემაში. ჩვენ გიგავნა. აღიარებს რომ კარაოკე არასოდეს უმღერია, თუმცა დატვირთული განრიგის მიუხედავად ამისთვისაც მოიცალა. ლენონის სიმღერით Imagine პაატა ბურჭულაძე იმ სოფლიო აქციას შეუერთდა, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლის თავსაწყნობა. ამერიკაში თვენახევრიანი გასტროლის შემდეგ პაატა ბურჭულაძე საქართველოში ჩამოვიდა და სანამ გასტროლებს განაახლებს გერმანიასა და იტალიაში, ნახოთ მაიკო ჭაფოძის სიუჟეტით თუ როგორი იყო მსოფლიო ბანის ერთი დღე თბილისში. თვენახევრიანი გასტროლის შემდეგ ამერიკიდან პირდაპირ თბილისში ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტი სამშობლოში მკაცრად გაწერილია. მეტროპოლიტენ ოპერაში მიასე საიუბილეო სპექტაკლის შემდეგ მსოფლიო ბანმა თბილისური დღე იავნანადან დაიწყო. ფონდიდან, რომელსაც 10 წელია შვილი ვითუვლის და მისი ბენეფიციარების კეთილდღეობაზე ზრუნავს. It is not hard to do. თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ პაატა ბურჭულაძე გაეროს ბავშვთა ფონდის იუნესკოს ოფისს ესტუმრა. ნიუ-იორკში შესრულებული ბერდის დონ კარლოსის პარტიის შემდეგ კი საქართველოში ლენონის Imagine იმღერა. იუნისეფისა და გაეროს კეთილინების ქართველი ელჩი ამ ჟესტით იმ მსოფლიო აქციას შეუერთდა, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლის თავს ეძღვნება. ძნელია, იმიტომ რომ კარაოკე არის სწორი მიმღერია და თან უნდა მოვკიდებოდი ძალიან პასუხისმგებლობით. ხელამდენი გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის სურვილი, რომ გამოგივიდეს კარგად. ადასარევი აქცია არის, ყველამ უნდა შევიქნოთ, რომ ბავშვები არიან ჩვენი დასახმარებელი. დიდი მადლობელი ვართ ბატონი პაატასი, რომელიც არის იუნისეფის ელჩი საქართველოში, რომ შეუერთდა იგი ამ აქციას. დეკემბრის ბოლოს ცნობილი DJ დავით გეტა შეკრებს და აი ამ სხვადასხვა სიმღერას და იქნება ერთი მსოფლიო Imagine-ის ვერსია. დღე კინოთეატრ ამირანში მემორანდუმის გაფორმებით გაგრძელდა. ხელშეკრულების თანახმად ფონდი იავნანას მზრუნველობის ქვეშ მყოფი სოციალურად დაუცველი 300 ბავშვი კინოთეატრს ეტაპობრივად ესტუმრება და სასურველ ფილმს ნახავს. გუშინ ამირანმა 100-მდე პატარა სუმა სპინძლა. ძალიან კარგი იყო ეს მულტფილმი, ძალიან მომეწონა. ყველას აკადემიის ის ყველას თანაბრად არის და რამდენიმე დღის წინ ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის ემას გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით პაატა ბურჭულაძეს ემას აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. ამ და მის არაერთ საპატიო ჯილდოს გუშინ დავით აღმაშენებლის სახელობის მედალით შეემატა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ქართველ არტისტს დასუში გადასცეს. ქველმოქმედმა კი თავის მხრივ სტუდენტებს ანგარიში ჩააბარა მახათას სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ. ბატონ პატას ჯილდოები არ აკლია. მაგრამ დიდი პატივი იყო, რომ აკადემიურ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბატონ პატას დღეს გადაეცა დავით აღმაშენებლის მედალი და არჩეული იქნა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. თბილისისზე ვერ დატოვებდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსი რომ არ მოენახულებინა. ტაძარი, რომელსაც მთელი საქართველო აშენებს. ვივათოვლის პანათელი თეთრი ფიქი შავი ფიქრი ფიქრი მაგრამ რამოდენი მაშინ როდესაც გიაყანჩელმა დავით მალაზონიას კინომუსიკის ნოტები აჩუქა, ალბათ ვერც კი იფიქრებდა, რომ ბევრი წლის შემდეგ მის თემას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ხმა შეასრულებდა. პაატა ბურჭულაძემ ყანჩელის ცნობილი კომპოზიცია გუშინ არტ პალასში ჩაწერა. სწორედ ამ სიმღერით უერთდება მსოფლიო ბანი გენიოსი კომპოზიტორის 80 წლის იუბილეს. ეს არის ბატონ გიაყანჩელის კინოთეატრის მუსიკა. მაჩუკა თავისი საფორტეპიანო რვეული, სადაც არის 33 პიესა თავისი კინოთეატრის მუსიკაზე, მითხრა სრულ თავისუფლებას გაძლევ, რაც გინდა გააკეთო და აი რაც მინდა გავაკეთო. 2015 წელი გიაყანჩელის საიუბილეო წლადაა გამოცხადებული. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს 8 იანვარს კონცერტით აღნიშნავენ მარჯანიშვილის თეატრში. საღამოზე ის 12 კომპოზიცია გაჟღერდება, რომელსაც დავით მალაზონიამ გაუკეთა არანჟირება. ერთ-ერთს პაატა ბურჭულაძე შეასრულებს. მე საოპერო მომღერალი ვარ, მე ამ ვცდილობდი ყოველთვის მინდა რომ ვასიამოვნო ბატონ გიას, თუ კი ესიამონება მას, ჩემი ასეთი შესრულება, მე ასე ვხმობ ამ მუსიკას და რა ვიცი, მე მგონი ცოტათი მაინც უნდა მოეწონოს, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ვეცადე. პაატა ბურჭულაძის დღე ჩვენთვის საღამოს 10-ზე ნიკოლოზ რაჭველთან სტუმრობით დასრულდა. ერთოთი აი ეს არის სიურპრიზი ყველასათვის და ამიტომ აი აქ უკვე მე მგონი უნდა შეწყდეს გადაღება, იმიტომ რომ ამის გახმაურება ჯერ არ გვინდა, არა ნიკა? თუ გვინდა? ჯერ არ გვინდა.
და იქნება ძალიან კარგი სიურპრიზი.